Cristian, ესე იგი წინა თვეებში გასულ წელს როცა მიკროფონით საუბრობთ მეგონი წინ უფრო ცუდად ისმის ვიდრე უკან ამიტომ წინ ის გახართ გირჩევთ თუ მოსმენა გინდათ იმიტომ რომ აგურუნდა მაშინ უკან უნდა დაგეცოთ თუ უკან დადგებით თქვენსავე მონიშნულან გინდა ყველაფერს და კიდევ უფრო უკეთესად მოისმენთ ის კი ვერ აღწევს, მაგრამ მაინც ჯობია. იმიტომ რომ არ გახართ თქვენი სმენაც იძაბება და ამას ვერ აღწევს. ერთმა ადამიანმა თქვა, გარეთ ვიდექი და ისე კარგად ისმოდა, ეხლა გარეთ არ აგეუნებთ რადგანაც იმიტომ რომ წვილის. ეს რაც შეიძლება აღაიცესე დავეცოთ სამყარო ტაძარში როგორ უნდა ვიყოთ. აი ეს კამები რომელიც დგას სტასიდები რომ სტასიდები ბერძნული სიტყვიდან არის წარმოდგენილი. სტასი ნიშნავს დგომას. ამიტომაც ეს ლოცვისთვის განკუთვნილი სკამები მრევლისთვის არის, რომელიც გარკვეულ დროს ფესებას აი მაღალ სახელურებზე დაყრდნობით გარკვეულ დროს ჩამოჯდება აკეთს სკამზე და გარკვეულ დროს დაჯდება, ჩაჯდება. როცა სკამს გადმოხსნეს ბოლო. მაგრამ არის დრო, როდესაც მაგალითად წირვის დროს ვინც სტასიზე დგას და ისმის მსახურებას უნდა ჩამოვიდეს იმ პიცარნაკიდან, რომელზედაც დგას ეს სტასიდი. მაგალითად სახარების გამოგზავნების დროს ყველანი უნდა ჩამოვეითდეთ ანუ აი პიცრის ძირიდან ფილაქანზე, რომ ამით ჩვენი დამოკიდებულება გამოხატოთ, რადგან სახარების გამოგზავნება შუა ეკლესიაში მაცხოვრის ქადაგების სიმბოლოა და ნიშანია. ასევე როცა თქვათ იკითხება სახარება, თავდახრით დგავართ სტასიდის აი ამ სადგომიდან ჩამოსვლა. ეხლა ეს პიცარი თხელი არის შემთხვევები, როდესაც მაღალი გაცილებით მაშინ ეს კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. ასე რომ ამას აქვს თავისი დრო. ჩაჯდომით სტასიდზე ყოფნა შეიძლება მაგალითად წუხრის და ცისფრის ლოცვის დროს, როცა იკითხება ფსალმუნები, მაშინ შეიძლება რომ ადამიანი დაჯდეს. როცა იკითხება საგალობლები ცისფრის, მაშინ ჩამოჯდომა უკეთესია, იმიტომ რომ რაღაცა დროს ყველანი ეცებიან და ისმენენ ისე გალობს. და როცა წირვის დროს ბარძიმის დიდი გამოსვლა აღესრულება, მაშინ რა თქმა უნდა ჩამოვდივართ და ფილაქანზე ვდავართ თავდახრით. ეს რაც შეიძლება წესს დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი ქრისტეს მეთქვა ინდონის ჩვენი განრღვეული და დარღვეული ღმერთთან ერთობისა აღდგენა მომავალს და ეს არის სიმშვიდითა და ღვთისადმი ერთგულებით მსახურება მოდურტვინველად და ორჩილებითა და ღვთისადმი იმედით ყოფნა. და ამას კიდე სჭირდება სიმშვიდეს გონება წმინდა უგოროტო უზრკველი და გული. და ყველაზე უფრო ხშირად ამ ასე ვთქვათ მიზანს ეწინააღმდეგება განკითხვა დღეს მოგებული ის. განიკითხავენ დის პატარას, განიკითხავენ სასულიერო პირებს, იერარქებს. განკითხვა არ უნდა შემოღებას გულში, თორე ის ყველანაირად დააუზურებს ადამიანს და დაუზურებული სული ვეღარ შეძლებს რომ გონება გაწმენდეს და გული გაწმენდეს. და განკითხვა კიდევ შობს სიძულვილს. და ამიტომაც განკითხვა ყველაზე ესეთი მძიმე ცოდვა არის. ის მშობელი აკვატავნება არის. და ვისაც თავისი ცოდვა არ ასწავლება, იგი განკითხველია. განიკითხავს ყველას. და თავის ცოდვას, როდესაც არ შეინანოს სწრემლით, მაშინ იგი თავის თავს აძლევს უფლებას ადამიანზე, რომ სხვა განკითხოს. და ვერც გეუბნება, რომ ამ განკითხვით საკუთარ თავს, სულს დაღუპვისათვის ამზადებს. და ეს დაღუპვა არის ძალიან მძიმე.
იმიტომ რომ ესეთი დასნეულებული სული დიდი ძალისხმევით, დიდი ესეთი მკურნალობით, სულიერი მკურნალობით უნდა გამოგვიდეს. ხოლო სულიერი მკურნალობა კიდევ არის განსაცდელები. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს რაც ხდება და სოფლიოში ჩვენთან არის განსაცდელი თვით დაშვებული, მე ესე ვფიქრობ, ალბათ ბევრიც ესე ფიქრობს. ვფიქრობ, რომ ეკლესიაც ესე გვასწავლის. საკუთარი სული კარგად უნდა გამოვიძიოთ და თუ განსაცდელი აი ამ შინაგან დამალულ შეუმჩნეველ ცოდას, როგორც კურნება ისე უნდა დაეღოს, მაშინ პირველ რიგში საკურნებელი გვაქვს განკითხვისა ქსელი და განკითხვას ერთადერთი მხოლოდ შეიძლება ადამიანმა მოეღოს სიმშვიდე. და სიმშვიდე კი ყუდროებაში იბადება, როდესაც ღვთისმშობლზე ვსკავავთ და ვევედრებით უფალს. არა როგორც ის ფარისევები, რომელიც ტაძარში იყვნენ, სხვაზე მიანიშნებდნენ, იმასავით არა ვარ, ყველა წესვასრულებს ტაძარში დგავარ, შესაძლოსაც ვძებ, რაც წესია ყველაფერს ვასრულებ. თავს იცავს. არამედ აი ეს შემწოდები, რომელმაც ვერცი გავედა 25 წელიდან თავის თავს თვლიდა, რომ იყო ყველაზე ცოდნა. დღეს ავეკეთეთ საფარებს და ნამდვილად თუ გსურს, რომ ღვთისმშობლზე მართლა ვიაროთ, ნახეთ რა შეგვიძლია. ადკი ალაგი შეცედა. ცოცხალი ხარ და არა სწოდი, რომ უმეტესი განსაცდელი არ მოაწიოს საკუთარ თავს. ამინ იყოს.